გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჭო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. მეტი мотивაციას წარმოგიდგენთ კომპანია მეტი პლუს ჯგუფი. მივესალმები მეტი мотивაციის მაყურებელს. ეს არის ქალაქი ბათუმი, სადაც ვიმყოფებით საოცარ ძალიან საინტერესო გამოფენაზე, რომელიც იმართება შერატონში და ძალიან მნიშვნელოვანია მეტი პლუს ჯგუფისთვის ეს კონკრეტული გამოფენა და რა თქმა უნდა მეტი мотивაციაც სტუმარია ყველაფრის. თან ერთად იქნება ჩვენი წარმოების მენეჯერი ავთო რამიშვილი, რომელიც მუდმივად ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და რა თქმა უნდა, ხა ჩვენ უნდა ავიდეთ და დავათვალიეროთ თუ საგამოფენო სივრცე როგორ მოაწყო მეტი პლუს ჯგუფმა, ასევე დაახლოებით კომპანიის 70% თითქმის გამოფენაზეა ჩამოსული და ერთ ძალისხმევით ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ამ კომპანიას თავიდანვე ლოზუნგად მოჰყვება, ეს დიდი ოჯახი ყოველთვის ერთად ნებისმიერ საკითხს, სასიხარულო საკითხს თუ საპრობლემო მდგომარეობა ყოველთვის ერთად წყვიტავთ ხოლმე და ერთად აღნიშნავთ ხოლმე და ერთად განვიხილავთ ხოლმე. შენ რა სიტყვი, როგორ მოგწონს ბათუმი და ბათუმური ეს საგამოფენო სივრცე? ბათუმი ძალიან მომწონს ასევე საგამოფენო სივრცეც და მომწონს ის პერსპექტივები, რომელიც რომ განსახორციელებელია ქალაქ ბათუმში. ხო, პრინციპში ეს ქალაქი ძალიან საინტერესოა მეტი პლუს ჯგუფისთვის და რატო? იმიტომ არა რომ მარტო სამშენებლო სექტორი ძალიან დატვირთულია, იმიტომ რომ ჩვენ რა ხარისხით გვაქვს დღესდღეობით და რა ინოვაციებსაც მეტი პლუს ჯგუფი ვქმნით, ამ ქალაქში მე ვფიქრობ დეფიციტია. რას ფიქრობ, როგორია დღეს მეტი პლუს ჯგუფის, როგორ წარმოების მენეჯერს გეკითხები, ის ადამიანები, ვინც შენს განკარგულებაში არიან და შენს მითითებებს ასრულებენ თითქმის ყოველ დღე? რაც გამოწვევები აქვთ დღესდღეობით, თვითონ ეს ჩვენი სტაფი უმკლავდება, მაგრამ რაც მე აქ ბათუმში დავინახე, ჩემი აზრით, მეტი პლუს ჯგუფი ნამდვილად აკლია ამ ქალაქს და შევეცდებით ყველანაირად რომ ამ ქალაქს რაც აკლია, ის ყველაფერი ახალი ინოვაციები. რა აკლია ამ ქალაქს? რეალობა ის რომ მომსახურეობა, რასაც ქვია შემკვეთთან მიმართებაში, თითქმის იმ რასაც ელოდება, ანუ შემკვეთი იმას ვერ იღებს. და ავთოც ალბათ მეთანხმება, რომ რა თქმა უნდა ჩვენ თბილისში უამრავი პროექტი გავაკეთეთ და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შევძელით და იყო ანალოგიური გამოწვევები, რომ თურქული კომპანიებიც იყვნენ აქტიურად ჩართულები, თუმცა მეტი პლუს ჯგუფმა შეძლო რომ ბევრი თურქული კომპანიასთვის კონკურენცია გაეწია. როგორ ფიქრობ, ეს კონკურენცია რამდენად რთული იქნება პირველ ეტაპზე მით უმეტეს პირველ ფაზაში და მერე შემდგომში როგორ შეიძლება რომ ჩვენი სახელი და ჩვენი ხარისხი მარტივად შევძლოთ და ვაჩვენოთ აქაურ დეველოპერულ კომპანიებს? თავიდან ნამდვილად რთული იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვკარგავთ იმ мотивაციას, რომ ჩვენ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ვიქნებით თითიც საჩვენებელი კომპანია ფიქრობ აჭარაში. კარგი, ავთო მაინტერესებს ერთი კითხვა, როგორ აღწერდი ერთი სიტყვით, რა არის შენთვის მეტი პლუს ჯგუფი? მეტი პლუს ჯგუფი ჩემთვის არის პირველ რიგში სიყვარული, არის ჩემთვის მეტი პლუს ჯგუფი ოჯახი და სადაც არსებობს ეს სიყვარული, გრძნობა, იქ ყველაფერი კარგად მიდის. ესე რომ მეტი პლუს ჯგუფი დიდი სიყვარულია. მოგესალმებით. როგორ ხართ, როგორ მიდის საგამოფენო სივრცე? გამარჯობათ, მოგესალმებით. თქვენ რომელი კომპანია დავდანებით? ჩვენ სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებას. დიახ. დიახ. გვაქვს ასევე საწარმოო კომპანია. ჩვენ დიახ. ну აი ეს სერტიფიკატი ხო, ვიზუალური სერტიფიკატია, რომელიც საქართველოში საკმაოდ აქტიურია, თუმცა ჩვენ ოკეანის იქით სხვა სერტიფიკატი გვაქვს, რომელიც კომპანიამ მიიღო, რა თქმა უნდა, იქაური. ამას ხო, ანუ ის სერტიფიკატი ამაზე არაკლებად შედება, იმიტომ რომ ფილმს მაინც თავისთან ერთად. დიახ, მალე ამ სერტიფიკატის ოფიციალურ პრეზენტაციას გავაკეთებთ.
ჩემი პირადი საკონტროლერია. შეგვიძლია ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი მიმდინარე პროექტის კალკულაციის გაკეთება და შესაბამისად მათი შესწავლა. სასიამოვნოა ბატონო რატი თქვენი გაცნობა და მოკლედ მომავალში შეხვდიან. რა თქმა უნდა, ბიბადან თბილისში ჩვენი კორტი. დროებით. ხო, ეხლა მე რა მინდა, იცი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ გარეთ გქონდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მეტი ჯგუფთან დაკავშირებით და ვისაუბრეთ იმ მიმართულებით, მე დავთოს გქონდა საინტერესო საუბარი თუ რა მოლოდინები გვაქვს ბათუმში. მე ნინოსთან მინდა რომ გადავიდე კითხვით, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი, რომელიც ამ მიმართულებით გახლავთ. ნინო, რა სიტყოდი? ერთი სიტყვით ან რამოდენიმე სიტყვით რა არის თქვენთვის მეტი პლუს ჯგუფი? ჯერ პირველ რიგში ერთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი კომპანია დღითი დღე ვითარდება. რა ვიცი და წინსვლები გვაქვს და წარმატებები გვაქვს. რა არის შენთვის ერთი სიტყვით მეტი პლუს ჯგუფი? მოგესალმებით, მეტი პლუს ჯგუფი არის ჩემთვის პირველ რიგში მეორე ოჯახი. სადაც ვხედავ ანუ ჩემს თავს სამ კომპანიაში განვითარებას. ძალიან წინ მივდივართ და რა წარმატებას უსურვებ მეტი პლუს ჯგუფს. გაიხარ, დიდი მადლობა. და ხალბატონი ირინა უნდა ჩავწერო ბოლოს, რომელი ადამიანიც ერთ-ერთი გული და სული ამ კომპანიის ძალიან ბევრს შრომობს და ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ კომპანიაში იყოს დისციპლინა, მონიტორინგი კომპანიის, რომელიც ყოველთვის ყველა ჩვენს დამკვეთთან უკავშირშია და როგორი ტყოდი რა არის თქვენთვის მეტი პლუს ჯგუფი? მეტი პლუს ჯგუფი არის ცოცხალი ორგანო, რომელსაც მე თვითონ რასაც ვხედავ, დღითი ვითარდება. თითქოს მაგნიტივით იზიდავს ძალიან კომპეტენტურ და მაღალი დონის კადრებს და ამითი ვარ ძალიან მოხიბლული. ყველა ინდივიდუალურად ვცდილობთ ამას, რომ მეტი პლუს ჯგუფმა გავამართლოთ ის სახელი, ამიტომაც ვართ ლიდერები და ვცდილობთ გავხდეთ იმ საფეხურზე ავიდეთ, როგორც ლოგოც გვაქვს. მეტი პლუს ჯგუფი. ხო, ირაკლისას შევეკითხოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ცოტას ლაპარაკობს ხოლმე ზოგადად და იმედია ცოტა მეც ისაუბრებს ეხა მეტი мотиваციაში. რას ფიქრობ ერთი სიტყვით რა არის შენთვის მეტი პლუს ჯგუფი? იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია თითქმის დაარსებიდან რამოდენიმე წელიწად შემოვერთა კომპანია მეტი პლუს ჯგუფს. ესე იგი უპირველეს ყოვლისა მეტი პლუს ჯგუფი არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მოვდივართ უკვე წლებია, ალბათ 7-8 წელი უკვე ამ კომპანიაში ვარ. და ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ განვითარდეთ, სიახლეები შევიტანოთ ამ კომპანიაში და ჩვენ მოწოდებლებს ყველაფერი საუკეთესო ხარისხი შევთავაზოთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონ ოსმან. ძალიან საინტერესო საგამოფენო სივრცე გქონდათ. ეს არის ძალიან კარგი ბიზნესისთვის, განვითარებისთვის, მდგრადი განვითარებისთვის. რაც იძლევა საშუალებას იმისას, რომ პირველ რიგში კომუნიკაციების შედგეს ჩვენ შორის, გავიცნოთ ერთმანეთი და მეტი პლუს ჯგუფი დღესდღეობით ახალი გამოწვევების წინაშეა, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება ბათუმში ჩვენი ფილიალი და ვიმედოვნებ, რომ უფრო მყარი და უფრო ახლო ურთიერთობები ჩამოყალიბდება ამ ქალაქთან. ეს რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ამ საგამოფენო სივრცეს. მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა და ჩვენ მეტი პლუს ჯგუფი პირველად ვიმყოფებით ამ ტიპის საგამოფენო სივრცეში და მეტი мотиваციის მაყურებელსაც თვითონ დაინტერესებდა თუ ბათუმში რა ხდება და თქვენ ახალ ამ ყველაფრის ორგანიზატორი წლების განმავლობაში და რომ გითხრათ დაახლოებით რა ტიპის გამოფენა იყო, როგორი წარმატებული გამოფენა იყო წელს და შესაბამისად როგორი ჩართულობა იყო. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ხართ ჩვენთან გამოფენაზე, ბატონო ბაჩო. მართლა მეტი პლუს ჯგუფი ამ წელს პირველად მონაწილეობას, მაგრამ ძალიან განსხვავებული სტენდი არის. ამას შემიძლია თქვა და ძალიან მიხარია რომ ჩვენ ამ გამოფენაზე მიიღეთ მონაწილეობა. ჩვენ 15 წელია ვართ ბაზარზე, პირველად საქართველოში და ბათუმში ღია სივრცეში გავაკეთე გამოფენა. საინტერესო. საერთოდ არ იყო, შერატონის არ იყო, დარბაზების არ იყო და ღია სივრცეში გერმანიიდან ჩამოვიტანე ტენდი და ის გამოფენა გავაკეთე. და მე ყილის სახლის გავაკეთეთ, მე სპორტ დარბაზში და ახლა სასტუმროში. რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები გვაქვს რომ ავაშენოთ რეგიონში მრავალფეროვანი საგამოფენო სივრცე და უფრო მეტი მაგა იქნება კომპანიები და უფრო მეტი ბევრი ინვესტორები იქნება. რა შეეხება მართლა დიდი პატივია რომ მეტი პლუს ჯგუფი რომ ჩვენ ამ გამოფენაზე არის ეს არის мотиваცია ერთ-ერთი და უფრო მეტი მე შემდეგ კომპანიები მიიღეთ მონაწილეობას რომ თქვენნაირი კომპანიები ჩვენთან არიან ამ გამოფენაზე.
ძალიან დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის. ძალიან კარგი ეს სიტუაცია იმისთვის, რომ ის ადამიანები, ვინც ახალი კომპანიები არიან, ვისაც ნაბიჯების გადადგმა უნდა, თქვენი დახმარებით და თქვენი პროექტით ბიზნესი რა არის, ისო კომუნიკაციები შედგეს და იძლევა საშუალებას ეს და რა თქმა უნდა, ჩვენ მოუწოდებთ ყველა ბიზნესს, რომ ჩაერთონ ამ ტიპის გამოფენებში, ჩვენი მხრიდან ხარდაჭერა რა თქმა უნდა და ძალიან მოგწონს, რომ საქართველოშიც არსებობს საგამოფენო სივრცეები, ოღონდ სამშენებლო მიმართულებით და მეთუმეტ ახლა სამშენებლო მიმართულება საქართველოში ძალიან აქტიურია. ეხლა ხვალინდელი დღე როგორი იქნება, რომ ესეც ვიცოდეთ და ხვალ ჩვენ აუცილებლად მეტი მოტივაცია გადავიდეთ. კი ბატონო, ხვალ გვაქვს მესამე დღეს და ბოლო დღე გვაქვს. ხოლოს ველოდებით ვიზიტორებს და ბოლოს გვექნება დახურვის ცერემონია. იქაც მინდა რომ თქვენ გამოდით სიტყვით რომ გულახდილად რაც გვაქვს ხარვეზები, რაც თუ ჩვენ ხარვეზებს არ იქნება თუ თქვენ არ მეტყვით არ გამოსτερდება. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ რომ ხარვეზები თუ არის რომ გამოსდა მოუწ უფრო კაი. უფრო დახვეწილი იყოს. B2B შეხვედრები ჩვენ არ გქონდა 3 წლის წინ მოთხოვნა იყო და უკვე ამ წელს მე ფიქრობ რომ მოვალ წელს შეიძლება ყოველდღე თუ შეხვედრა გავაკეთო გამოფენის პერიოდში. ჩვენ საკმაოდ ჩართულები ვიყავით, ძალიან ბევრი შეხვედრა გქონდა, დღეს მithumetes მე მქონდა რამოდენიმე შეხვედრა თურქ წარმომადგენლობასთან. ნუ საინტერესოა და მე მიხარია რომ საქართველოში ამ ტიპის ღონისძიება ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და მე ვფიქრობ უფრო დიდი საგამოფენო სივრცეები არ გეყოფათ იმისთვის რომ ბევრი კომპანია იქნება უფრო დაინტერესებული და ჩართული. ძალიან დიდი მადლობა. მეტი მოტივაციაში ცხოვრობისთვის, ჩვენს გადაცემაში და ჩვენ ვფიქრობ რომ კიდევ მომავალში ბევრ საინტერესო ჩართულობას გავაკეთებთ თქვენთან ერთად. მოკლედ, მეტი მოტივაცია სულდება, ძალიან საინტერესო გამოვიდა საგამოფენო სივრცე, რომელიც იყო 2025 წელი building გამოფენა, ექსპოს მიმართულებით და ძალიან დიდ მოხარულები ვართ, რომ ჩვენ მეტი პლუს ჯგუფი ვიღებდით მონაწილეობას. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ასევე გათამაშებაც იყო და ძალიან საინტერესო საჩუქარიც გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ესეთი აქტიური ჩართულობა იქნება მეტი პლუს ჯგუფს ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას და მოკლედ ჩვენ ბათუმში ვართ.